გამარჯობათ, ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ თევნა კონტრიცა. 48 წლის დაბადებული საქართველოში, ქალაქ თბილისში 1977 წელს. 48 წლის. ცხოვრები ქალაქ მოსკოვში 1994 წლიდან. მე საქართველოს დავტოვე 17 წლის ასაკში, მაგრამ არასდროს არ დამიტოვებია ჩემი ქართველობა. მე ვაგრძელებ მთელი ჩემი სულით და გულით გაზიარებას საქართველოს ყველა სიხარულის და ყველა ტკივილის. რაზე მინდოდა დალაპარაკება? მინდოდა დალაპარაკება ჩემ თვით იდენტიფიკაციაზე. როგორ ვეძებდი საკუთარ თავს, როდესაც ვიყავი თბილისის ბინადარი. მართალი გითხრათ, არასოდეს თბილისში თავს არ ვგრძნობდი 100%-ით თბილისელად. სულ მეგონა, რომ ვარ ცოტა ტურისტი. ვერ ვიზიარებდი თბილისის იდეოლოგიას, მცნებებს, კოდექსებს, სვეტობის და გოიმობის ინსტიტუტს. მართლა გულით ვერ ხვდებოდი, როგორ შეიძლება ვერა და ვაკე ერთმანეთს წლების განმავლობაში ებრძოდნენ აი სვეტობის სტატუსის პირველობის და გამო. ვერ ხვდებოდი, არ შემიძლია, დღემდე მართალი გითხრათ, მიკვირს. მამა ჩემი სხვათა შორის ასე იყო. დედა ჩემი იყო კლასიკური თბილისელი ქალი, მამა ჩემი სულ იყო პანკი. და სულ თბილისელებს ვერ ვიტყოდი, რომ ეგოიმებოდათ, მაგრამ ცოტა ესტრანებოდათ მამა ჩემი. ხო და მეც სულ ესტრანებოდი ყველას. ვერ გეტყვით, რომ ეხა ამის გულისთვის წამოვედი მოსკოვში, მაგრამ ნაწილობრივ ჩემი თავის იდენტიფიკაციისთვის გამოვეშურე დიდ სივრცეში. ჯერ ერთი რომ არ ყოფილიყავი რედის და გიას შვილი მარტო და რაღაცა ყოფილიყავი, დავბადებულიყავი როგორც დამოუკიდებელი ელემენტი და ბევრი მიზეზი ქონდა ამ მოვლენას. ვერსაც სულ ეკითხებოდი ჩემთვის, ეს ვარ მე? არა, ეს მე არ, თბილისი ვარ მე. ნაწილობრივ ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა ის ელემენტები, რაზეც ლაპარაკობდნენ თბილისელები, ვთქვათ, ვინც მიდიოდა საზღვარგარეთ, მერე ბრუნდებოდა და აი ფეხი რომ ჩამოვადგე აეროპორტში, ესუნი რომ ვიგრძენი გული ამიჩქარდა, ეს ყველაფერი რაღაცა ქიმიური რეაქციები გარემოსთან არ მქონია მე თბილისში. რა ვქნა? არ მქონია. ხო და მე ბავშვობა გავატარა იმერეთში, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში გახსოვთ, ყველა ვუსვამდით ერთმანეთს კითხვას, სად არის შენი სოფელი, სად გაქვს სოფელი. მე ვერასდროს ვერ პასუხობდი, იმიტომ რომ მე სოფელი არ მქონდა არსად. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ნესტორ კონტრიძის შთამომავალი. ნესტორ კონტრიძე არის მამა მეტროპოლიტი, რომლის საშუალებითაც ფილიმონ ქორიძემ წმინდანმა ფილიმონ ქორიძემ ჩაიტანა გურული საგალობლები განოტა. მაგაში არ არის ახლა საქმე. მე წილ დროს ვატარებდი ბავშვობაში იმერეთში, დედა მყავს მე იმერელი, ლაშელი, სოფელ ლაშელი. თბილისელია, მაგრამ იმერეთიდან აქვს ძირფესვი. ხარაგაულელების ლეღნელები არიან ბებიაჩემის მხარე და დეჩემის მხარე არის ლაშე ზესტაფონი. სულ ვატარებდი ბავშვობას იქ, სულ რა, 12 წლიდან. მანამდე სულ ვიყავი ოკუპირებული მზიურისგან და მუსიკისგან. ხო და მე უკვე ზრდასრული ქალი ვიყავი, როდესაც გავეშურე პირველად ცხოვრებაში გურიაში, იმიტომ რომ მამიჩემი იყო გურული წარმოშობით და ძალიან მაინტერესებდა გურია როგორც რეგიონი და ჩემმა პადრუგამ მითხრა წავედით, არიჩველების სოფელია შეკვეთილი და წავიდეთ. კვარს შეუთახდი წინასწარ რომ მეთქი რომ შევალთ გურიაში, სადმე თუ ვიპოვით რამე წარწერას, რამე აბრას, გააჩერე მე შენ გეტყვი და მაინტერესებს მინდა გადავიდე. გავიარეთ სოფლები გურიისკენ და ვხედავ აბრას, რომელსაც აწერია შემოქმედის ეპარქია. მეთქი გააჩერე აქ, ჩემ ნიკოლაის. გადმოვედი. ხალხო, აი
რო დამიბზრიალა, რო ამიჩქარდა გული, რო გამიარა ტოკმა მთელ ორგანიზმში. აი ვიგრძენი რა არის აი მიწასთან შეერთება, რა არის ეს ქიმიური რეაქცია გარემოსთან, სუნთან, ბგერებთან, რაღაც არანორმალური დამემართა. წამომივიდა ცრემლები ღვარღვალით, ამივარ და ისტერიული ტირილი. ერთადერთ რასაც ვიძახდი, ეს მე ვარ, აი მე ვარ ეს, მე ვარ გურია. მე იყო პირველი ჩემი ვიზიტი ლიხაურში, ჩემ სოფელში, თურმე 16 თაყაიშვილის ულამაზესი სოფელი, დიდი 16-ი. ვეძებენ ნესტორ კონტრიძის საფლავი და ვიპოვე, ზემოდან 12 ადამიანი ესე დამარხული, მაგრამ მე ვიპოვე ის. ვიპოვე პატარა ეკლესია, მილიონი ფანტასტიკური, ულამაზესი, ბევრად ლამაზი ეკლესია მაქვს საქართველოში ნანახი, სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, სამეგრელოში, იმერეთში, მილიონი. ეს ეკლესია არის პატარა კუბიკი, აჭის წყლის წმინდა გიორგი. მაგრამ აბსოლუტურად შემარყია წმინდა გიორგის ფრესკამ ამ კუბიკში. წმინდა გიორგი პირველად ნახე ჩემ ცხოვრებაში, რომელიც არ კლავს ურჩხულს და რომელიც მიბმული ყავს პუდელივით, აი ესე რა როგორ არის საქართველოს არც აშეინიკით ყავს ესე საყელურით, ყავს მიბმული თოკით, როგორც ძაღლი. გამაგიჟე ამ რენესანსულმა იდეამ, ამ რაღაცა არარეალურმა მიმტევებლობამ და ამ სიბრძნემ, ამ გურულმა დიპლომატიამ, რომ არ შეიძლება ვერ მოკლავ სიბოროტეს, ვერ მოკლავ სიბნელეს, მხოლოდ შეგიძლია შუქიანთო. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება პოლიფონია არქაული იყოს იქ, სადაც ხალხი თესავდა სიმინს და ამ სიძნელის ჰარმონიას როგორ შეიძლება გლეხი მღეროდეს. ანზორ ორქომაიშვილის ცხონებულის გენიოსის ფანტაზია ხარ შეიძლება რომ იყოს. ეს არ არის ფანტაზია, მე მოსმენილი მაქვს სოფლებში როგორ მღერიან გურულები. და ეს ნამდვილად ასეა. მერე იყო მოხუცი კაცი 90-ს მიღწეული, რომელიც არ იყო ჩემი ფოლოვერი ინსტაგრამში, ფეისბუქში. საიდან იცოდა რომ მე მოგზაური ვარ. მე კითხება ბაბუა თან იმას ჯოხს თლიდა. ბაბუა ვიცი რომ მოგზაური ხარ და ვიცი რომ იაპონიაში იყავი და მომიყევი ერთი. ან რა შეაინტერესებდა, ან საიდან იცოდა, არასოდეს საქართველოში ჩემ მოგზაურობებზე გლეხებს კითხვა არ დაუსვიათ. არ ვიცი რა მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, არ ვიცი რატოა ეს მხარე, ეს რეგიონი ასეთი ორიგინალური, ასეთი open mind-ი. ალბათ იმიტომ რომ ზღვა იწყება და გაიხსნა ადამიანს წარმოსახვის უნარი. ასე საქართველოში მართალი გითხრათ, ყველა რეგიონი ძალიან ორიგინალურია და ძალიან თავისებურია. მაგრამ გურიას კიდე განსხვავებული ამბავი ჭირს. და მოკლედ რატო ვწერ ამ ყველაფერს? ძალიან გული მტკივა. დღეს რო ვუყურებ ამ ყველაფერს, რასაც ვუყურებ, ჩემი გურია. ეს ნიჩბებიანი ბებიები უგაჭირვებულეს რეგიონში, რომლებიც თვით უმკლავდებიან ამ სტიქიას, ამ ულამაზესმა თოვლმა რამდენი რამე დააშავა და რამდენი რამე დააზიანა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა გავერთიანდებით, ჩვენც სახელმწიფოც, ხელისუფლებაც, ყველა, რომ აღარც ერთი გურული აღარ შეეწიროს სტიქიას, ამ ქათქათას, მაგრამ ასეთ საშიშ თოვლს. რა დაუცველია ადამიანი, როგორ ყველას გვჭირდება ერთმანეთი. აბა ჩემო გურულებო, თქვენ გენაცვალეთ მე, გამაგრდით, გამოიყენეთ ჩემი გვერდი,
გამოიყენეთ ყველა რესურსი, რითიც შემიძლია მე გვერდით დაგიდგეთ. რაშბოდო. როგორ მიყვარს გურია. თქვენთან ვიქნები ზაფხულში. და თუ კი სადმე ვიცხოვრებ საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიცხოვრებ, ეს იქნება სოფელი, ეს იქნება გურია. თბილისს და გურულ სოფელს შორის. მე ვერჩევ გურულ სოფელს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ვიზიარებ ყველა ოჯახის მწუხარებას. თუ კი სადმე ადამიანი წავიდა, საყვარელი ადამიანი. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრაგედიის კასკადი ყველაზე მხიარულ რეგიონში, ყველაზე იუმორიან რეგიონში დამთავრდება უახლოეს მომავალში. საქართველოს მთავრობას კი ვთხოვ, რომ მიიღოს ყველა ზომა, რომ ეს უბედურება გაჩერდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ხელისუფალი მიიღებს ყველა ზომას და სასწრაფოდ შეაჩერებს თოვლს ვერა, მაგრამ ტრაგედიების კასკადს კი. გმადლობთ.